რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა სახელმწიფო ენას სასულიერო პირებისთვის. ამ სახელწოდებით პროექტის მეოთხე ეტაპის მონაწილე სასულიერო პირებს სახელმწიფო ენის შემსწავლელი დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტი 2019 წელს დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით. მას შემდეგ ქართული ენა 233-მა სასულიერო პირმა შეისწავლა. საქართველოში არიან არაქართულოვანი ეროვანი სასულიერო პირები, მაგალითად ეთნიკურად აზერბაიჯანელები, კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლები, სომხური ეკლესიის წარმომადგენლები, ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც ნაწილობრივ საქართველოს მოქალაქეები არიან. მეტი კომუნიკაციისთვის, მეტი ინტეგრაციისთვისა და რელიგიის თავისუფლება დაცული რო ყოფილიყო უმაღლეს დონეზე და სტანდარტების შესაბამისად, შევეცადეთ, რომ ეს პროექტი განგვეხორციელებით. გადაეცა სერტიფიკატები რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, ვინც გაიარა სახელმწიფო ენისა და ინტეგრაციის პროგრამა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში. ეს იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ენის სწავლის შესაძლებლობა ქონოდა ყველა მოქალაქეს, ვისაც აქვს ენობრივი ბარიერი. ძალიან კამაყოფილი ვარ ეთნიკურ და რელიგიურ ძაგვებს და მართლა ენა დიდი რაღაცები ნიშნავს. ჩვენ ვარ საქართველოს მოქალაქე, ყველა მოქალაქე ვალდებულია უნდა ისწავლოს ქართული ენა, მართლა ჩვენ გიყვარს საქართველო.